წმიდა სპირიდონი დაიბადა მესამე საუკუნეში კუნძულ კვიპროსზე, ტრიმიფუნტის ოლქის სოფელ ასკიაში. სასულიერო წიგნების კვლევამ და გულწრფელმა ღმრთის მოსაობამ წმიდანი ცოდნასა და ქრისტიანულ სარწმუნოებაში განამტკიცა. წმიდა სპირიდონი ეპისკოპოსად დაადგინეს და პირველ მსოფლიო კრებაზე მიიწვიეს. იმისათვის, რომ წმიდა სპირიდონს დაეცვა და თვალსაჩინოდ ეჩვენებინა წმიდა სამების შესახებ სწორი სწავლება, აგური აიღო და ხელი მაგრად მოუჭირა. რის შედეგადაც ხელს ზემოთ ცეცხლის ალი ავარდა, ქვემოთ წყალი ჩამოიღვარა, ხოლო მის კურთხეულ ხელში კი თიხა დარჩა. წმიდა სპირიდონმა განმარტა, რომ როგორც აგურში თანამყოფობენ ცეცხლი, წყალი და თიხა, ასევე თანამყოფობენ წმინდა სამებაში მამა, ძე და სულიწმიდა. პირველი მსოფლიო კრების დასრულების შემდეგ წმიდა სპირიდონის ერთადერთი ქალიშვილი ირინე გარდაიცვალა. მან მწუხარება ქრისტიანულად მიიღო და გადაიტანა. ერთხელ მეუფესთან ერთი ქალი მივიდა, რომელსაც მისი ქალიშვილისათვის შესანახად ძვირფასის სამკაული მიებარებინა. წმიდანმა ბევრი ეძება სამკაული, მაგრამ ვერსად მიაგნო და ბოლოს ირინეს საფლავზე წავიდა. ქალიშვილს სახელით მიმართა და ჰკითხა, თუ სად ჰქონდა შენახული მიბარებული სამკაული და ირინემაც აუხსნა სამალავის ადგილმდებარეობა. წმიდა სპირიდონი დაემშვიდობა მას და საყოველთაო აღდგომამდე განსვენება უსურვა. ერთხელ კვიპროსზე საშინელი გვალვები დაიჭირა, რაც მოსახლეობას შიმშილობას უქადდა. წმიდა სპირიდონმა წინასწარმეტყველ ელიას მსგავსად ლოცვით მოიყვანა წვიმა, რომელიც შემდგომ მხოლოდ მისი ლოცვითვე შეწყდა. რამდენიმე წლის შემდეგ ერის ცოდვის გამო შიმშილობა ჩამოვარდა. იმ დროს ტრიმიფუნტში ერთი ძალზე ძუნწი პურით მოვაჭრე ცხოვრობდა. მასთან ერთი ღარიბი კაცი მივიდა პურის სათხოვნელად. ხარბი ვაჭარი კი უფულოდ არაფერს იძლეოდა. ღარიბმა წმიდა სპირიდონს მიმართა. ეპისკოპოსმა იგი დაამშვიდა და უთხრა, ნუტირი, სახლში წადი. სულიწმიდა მაუწყა, რომ ის ვაჭარი მალე თვითონ მოგადგება პურის სათხოვნელადო. მართლაც, იმავე ღამეს საშინელი წვიმა წამოვიდა. ნიაღვარმა ბეღლებიდან პური ქალაქის ქუჩებში გაიტანა და იქ ღარიბმა ხალხმა მისი შეგროვება დაიწყო. პურის ვაჭარი კი ქუჩაში დარბოდა და ხალხს ევედრებოდა დახმარებოდნენ. ერთხელ ვაჭართან ერთი მიწადმოქმედი მივიდა პურის სასესხებლად იმ პირობით, რომ მოსავლის აღების დროს ჩაასესხებდა. ვაჭარმა ფული მოსთხოვა. მიწადმოქმედი ატირებული მიადგა წმიდა სპირიდონს, რომელმაც იგი დაამშვიდა და სახლში გაგზავნა. მეორე დილას წმიდა სპირიდონმა მთელი ზოდი ოქრო გადასცა და უთხრა, წაუღე ეს ოქრო ვაჭარს და გამოართვი იმდენი პური, რამდენიც გსურს, ხოლო როცა მოსავალს აიღებ, პური ჩაასესხე და ოქრო უკან მოიტანეო. როდესაც მიწადმოქმედმა მას ოქრო დაუბრუნა, წმიდა სპირიდონმა მიუგო. წავიდეთ ძმაო, და ეს ოქრო კვლავ მას დავუბრუნოთ, ვინ იგი გვიბოცა. ისინი ბაღში შევიდნენ. წმიდანმა ოქრო მიწაზე დადო და ილოცა. ზოდი შეინძრა და გველად იქცა.
ერთხელ წმიდა სპირიდონი გაჭირვებულის დასახმარებლად მიიჩქაროდა. გზად ერთი ადიდებული მდინარე უნდა გადაელახა. წმიდანმა ილოცა. შემდეგ მდინარეს შეჩერება უბრძანა. წყლის დონე მაშინვე სასწაულებრივად დაიკლო და ყველა იქ მყოფმა ფეხით გადალახა მდინარე. ადგილობრივი მმართველი ამ სასწაულმა ისე განაცვიფრა, რომ უსამართლოდ დატყვევებული მაშინვე გაათავისუფლა. ერთხელ წმიდა სპირიდონი ცარიელ ტაძარში შევიდა. სანთლებისა და კანდელის ანთება ბრძანა და ღმრთისმსახურება დაიწყო. როდესაც წარმოთქვა შვიდობა ყოველთა, მას და დიაკონს დიდი და ხმაშეწყობილი გუნდის არაამქვეყნიურად ტკბილი ხმა ჩამოესმათ და სულისაცა შენისათანა. ეკლესიიდან გამომავალმა საკვირველმა ხმამ მიიზიდა მახლობლად მყოფნი. როდესაც ისინი ტაძარში შევიდნენ, ეპისკოპოსისა და რამდენიმე მღვდელმსახურის გარდა ვერავინ იხილეს და ზეციური გალობაც შეწყდა. ერთხელ ღამით საქონლის ბაგაში ქურდები შეიპარნენ. ღმერთმა იზრუნა თავის სამწყსოზე. ქურდები ზეციური ძალის მიერ უხილავი თოკებით შეიკრნენ. გამთენიისას წმიდანიც დაბრუნდა და ბაგაში შევიდა. იქ კი მაგრად გაკოჭილი ქურდები ნახა. სანამ გაუშვებდა, შვიდად დაარიგა. მთელი ღამის უძილობით დატანჯულებს საჩუქრები დაურიგა და მამობრივი სიყვარულით გაისტუმრა. სანამ ანტიოქიას დატოვებდა, წმიდანმა ერთ ქალს გარდაცვლილი შვილი მკვდრეთით აღუდგინა. როცა ცოცხალი შვილი იხილა, უსაზღრო სიხარულისაგან დედაც გარდაიცვალა. ქალის მეზობლებმა წმიდანს ვედრება დაუწყეს, რათა მას დედაც აღედგინა. წმიდანმა მუხლმოდრეკილმა მხურვალედ ილოცა და გარდაცვლილი ქალიც გაცოცხლდა. მკვდრეთით აღმდგარი დედაშვილი ადიდებდა ღმერთს და მადლობდა წმიდა სპირიდონს. ერთხელ, როდესაც წმიდანი სხვებთან ერთად მინდორში მუშაობდა, უეცრად მოიღრუბლა და წვიმა წამოვიდა. წვიმის წვეთები მხოლოდ წმიდა სპირიდონს ეცემოდა თავზე და ასველებდა. წმიდანის თმა მოულოდნელად სამფერად, თეთრად, შავად და ოქროსფრად შეფერადდა. გარშემო მყოფები გაოცდნენ, მაგრამ წმიდანმა აუხსნა. მეგობრებო, გაუწყებთ, რომ მალე ჩემი სული სხეულს დატოვებს. ღმერთი ჩემი გარდაცვალების დღეს განადიდებს და გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ამ დღეს ზეიმით აღნიშნავენ. წმიდა სპირიდონი აღესრულა ქრისტეს შობიდან 350 წელს. იგი დაკრძალეს ქალაქ ტრიმიფუნტის მოციქულთა სახელობის ტაძარში. პირველ საკრებასა შინა გამოსჩნდი შენ ბრძოლად ძლიერად. საკვირველთ მოქმედო, ღმერთ შემოსილო სპირიდონ მამაო ჩვენო. მკვდარს აღკითხევდ რა, მეყსეულად ხმა გიყო შენ. რამე თუ გველი ოქროდ შესცვალე და ლოცვათა შენთა ანგელოზნი გაქუნდეს თანა შემწეთ და თანამწირველად შენ. ყოვლად სამღვდელო, დიდებაი, რომელმან გადიდა შენ. დიდებაი, რომელმან გვირგვინოსან გყო შენ. დიდებაი, რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა.